სოფელ ქვემო ნატანებში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 400 მოსწავლისთვის განკუთვნილი საჯარო სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით პროექტ სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაც დაემატა, რაც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სკოლის სრული აღდგენა მისი ვიზუალის დაცვით. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ სკოლის მიმდებარედ არსებული ფართი, რომელიც ისტორიულად წარმოადგენდა კულტურის სახლს, იქნება სრულად რეაბილიტირებული და აღდგენილი და სკოლასთან ერთად ნატანები მიიღებს ახალ რეაბილიტირებულ კულტურის სახლს. თვალიერეთ რეგიონში მიმდინარე პროექტები, მოვინახულეთ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული სივრცეები, ბიბლიოთეკა.